იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საქონლის რეალიზების მიწოდების ტიპს წარმოადგენს დისტრიბუცია, მაშინ სასაქონლო ზედნადების შესაქმნელად ზედნადების ტიპში აირჩიეთ დისტრიბუცია. შეავსეთ ზედნადების ფორმაში გამოტანილი ველების სრულყოფილად. ცხადია, ამ ტიპის მიწოდებისას მყიდველის მონაცემები არ შეიტანება. ზედნადების გააქტიურების შემდეგ მას მიენიჭება ნომერი და ზედნადები განთავსდება გაცემული ზედნადებების რეესში, ანუ შეიქმნება ეგრეთ წოდებული მთავარი ზედნადები. შესაბამისი ზედნადებიდან ქვეზედნადების გამოსაწერად რეესტრიდან გაცემული მოძებნეთ გააქტიურებული მთავარი ზედნადები. გახსენით ფორმა და გააქტიურეთ ღილაკი ახალი ქვეზედნადები. შედეგად სისტემა გამოიტანს ქვეზედნადების ფორმას. შეიტანეთ მყიდველის მონაცემები, საიდენტიფიკაციო კოდი, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი. გადამხდელის დასახელება სისტემა გამოიტანს ავტომატურად. საქონლის ჩამონათვალი ავტომატურად გადმოიტანება მთავარი ზედნადებიდან, რომელსაც დამატებული აქვს ნაშთის ველი, სადაც ფიქსირდება კონკრეტული პროდუქციის მიხედვით მთავარ ზედნადებზე ნაშთად არსებული საქონლის რაოდენობა. ჩამონათვალიდან აირჩიეთ გადამხდელზე რეალიზებული საქონლის სახეობა. მონიშნეთ შესაბამისი ჩანაწერი და დამხმარე ფანჯარაში შეიტანეთ საქონლის რაოდენობა. ინდივიდუალურ შემთხვევაში შეგიძლიათ მოახდინოთ ერთეულის ფასის კორექტირებაც. სტრიქონის შესანახად გააქტიურეთ ღილაკი დადასტურება. გაითვალისწინეთ, ქვეზედნადებში საქონლის დასახელებაში მონაცემები შეიტანება მთავარ ზედნადებში გაწერილი პროდუქციის შესაბამისად. ახალი სახეობის პროდუქციის დამატება ამ შემთხვევაში არ განხორციელდება. ახალი სახეობის პროდუქციის დამატება შესაძლებელია მხოლოდ მთავარ ზედნადებში კორექტირების გზით, ანუ ახალი პროდუქციის დამატების საშუალებით. ქვეზედნადებში მონაცემების შევსების შემდეგ შესაძლებელია ამ ზედნადებების შენახვა ან დასრულება. ქვეზედნადების შენახვის ან დასრულების შემთხვევაში ქვეზედნადებს ენიჭება რეგისტრაციის თარიღი და მთავარი ზედნადების იდენტური ნომერი, რომელსაც ემატება ქვეზედნადების რიგითი ნომერი. ქვეზედნადებზე გადასასვლელად მონიშნეთ შესაბამისი ჩანაწერი და გააქტიურეთ, ხოლო მთავარ ზედნადებზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკი მთავარი ზედნადები. ქვეზედნადებების გასაუქმებლად აირჩიეთ კონკრეტული ქვეზედნადები და გახსენით. შემდეგ გააქტიურეთ ღილაკი გაუქმება. გაუქმებული ქვეზედნადები რეესში გაცემული მოინიშნება წითელი ალმით, ხოლო მთავარი ზედნადების ფორმაში ქვეზედნადების ჩანაწერს სისტემა უცვლის ფერს. გაითვალისწინეთ, ქვეზედნადებების დასრულება ან გაუქმება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე მთავარი ზედნადებისათვის დასრულების ან გაუქმების სტატუსის მინიჭები. ყველა შენახული ქვეზედნადები მთავარის დასრულებით ან გაუქმებით ავტომატურად დასრულდება ან გაუქმდება. მთავარი ზედნადების ფორმაში არსებული ღილაკი ნაშთი გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ და დაათვალიეროთ მიმდინარე თარიღისათვის პროდუქციის ნაწილობრივი რეალიზაციის შემთხვევაში რეალიზაციის გარეშე დარჩენილი პროდუქციის სახეობა და რაოდენობა. ღილაკი კორექტირება გამოიყენეთ როგორც აქტიური, ასევე დასრულებული სტატუსის მქონე ქვეზედნადებების და ზოგადად ზედნადებებში მონაცემების დასაკორექტირებლად. ამისათვის გააქტიურეთ ღილაკი კორექტირება. შეიტანეთ სათანადო ცვლილებები და გააქტიურეთ ღილაკი ცვლილებების გააქტიურება. სხვა შემთხვევაში ღილაკი ცვლილების გაუქმება. როგორც გახსოვთ, კორექტირებული ზედნადები რეესტრში მოინიშნება ყვითელი ფერის ალმით. გისურვებთ წარმატებებს!